130 150 170 180 200 200 მიდით მეგობრებო, მაყურებელს ხო კომენტარებში დაწეროს თქვენი აზრით ლუკას ჭირდებოდა თუ არა დებრუინი. δεν მგონია ისე მიდიო. რატო გავატანე? ძალიან მინდოდა თა. რატო გავატანე? წაი. არ ვიცი რა. მომეც. ლუკას შეიძლება გავუცვალო? არა, აფსონა იგი. აიერია რა. შენი მეორე ფორვარდი არის აფსონა. მოდი აბსოლუტ. მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება სეტი, ბრუნდება ესე ყველასთვის ნანატრი და საყვარელი აუქციონი და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ შესვენება არის საკლუბო ფეხბურთში, ამიტომ და მსოფლიო ახლოვდება, ამიტომ ისევ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ თამაშს შემოგთავაზებთ. განაგრებო თემატიკა. კი ბატონო, თამაში არის შემდეგი. თქვენ უნდა შეადგინოთ საუკეთესო გუნდი 21 საუკუნეში მხოლოდ 21 საუკუნის ფეხბურთელები იქნება გამოტანილი იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს მოუგიათ, მაგრამ ნახევარფინალი, მინიმუმ ნახევარფინალი უთამაშიათ. ანუ ბრინჯაოს პრიზიორები არიან, ან ვერცხლის პრიზიორები. შევჩენკო არ იქნება, მაგალითად, სალაჰი არ იქნება და დენის ბერკამპიც არ იქნება, იმიტომ რომ 98-ში ითამაშა და არა 21 საუკუნეში. პირველი გონებაში სამწუხაროდ არ შევაიყო და არ არის. მე მალდინიზე ვფიქრობდი. ტრადიციულად გექნებათ მილიარდი დოლარი. ისევ არ შეგიძლიათ გაატაროთ ფეხბურთელი, ანუ თუ არავინ არ აწევთ ხელს, საათის ისრის მიმართულები წავა იმ მოთამაშესთან, ვინც ბოლოს აიყვანა, მის შემდეგ ვინც საათის ისრის მიმართულები ძის, მოკლედ. ბატონიკა, მაგალითად ეს кейსი გვაქვს. კარიმ ბენზემა შეეძლო 2022-ში თამაში, მაგრამ არ გამოიძახეს თუ რაღაცა. კარიმ ბენზემა არ არის. აუ თამაში. კარიმ ბენზემა. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ერთ წლით ადრე და თან მაგარი ფეხბურთი. კაი, არ იყოს ბენზემა. დღევანდელი თამაშის მონაწილეები. ჩვენი ცნობილი ვაჭარი ლუკა მილორავა, რომელსაც უკვე სახელი გაითქვა. გავიფუჭე კიდეც. კი. გიორგი ფულარიანი, რომელიც პირველად არის აუქციონში. აუქციონი დებიუტი მაქვს კი. და ანდრო, რომელიც ხალხის სიმპათია არის. ხალხის სიმპათიაო. ნუ მე გადავწყვეტე. ეს კონკურსებში იმიტომ რომ ხალხი ვერ მიხვდა რომ სტეფ კარიზე ხდები. მეგობრებო, ვინც ნახეთ? სტეფ კარიზე რო თქვი ნორ კალაბურთელია მეთქი, რა თქმა უნდა. სტეფ კარი არის ჩოკერი. სტეფ ჩემი საყვარელი კალაბურთელია. არ ხარდები ჩოკერი. მარტო მაგის გამო არა ისედაც რაღაცებს დამოჰეიტეს და შევიცვლი. უფრო პატიო მოყვარ კი არა და. პატიო მოყვარე ხარ. შეიძლება ნორმალი და ფეხბურთელი მოგზალებული არ გამორიცხოს სტეფ კარის. ჰა? ნორმ ფეხბურთელი შეიძლება იყოს. ერთადერთი რასაც გეტყვით, ნეში უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამივემ რო გაითვალისწინოთ. 4-3-3-ს არ ვთამაშობთ, არის 4 1, ანუ ჩამშლელი, 3 ნახევარმცველი, ანუ მარცხენა ნახევარმცველი, ცენტრალური და მარჯვენა ნახევარმცველი და 2 თავდასხმელი. როგორ? 4-1-3-2. 4-1-3-2. ამას თამაშობთ. საშინელი ტაქტიკა, 2 კი. 4-1-3-2. კაი. საშინელი ტაქტიკა. ეს არის 2000-იანების დასაწყისის ტაქტიკა რა. მე მოვიგონე ამ წუთას. საინტერესოა კი არა. არ არის დავიწყოთ. ფიფაშიც კი არ ვაკეთებ. დავიწყოთ. აბა პირველი. უბრალოდ ჭირდებოდა შუა ნახევარმცველების გამორჩევა და ამიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი. 1-3-2. მოდი დავიწყოთ, მოდი პირდაპირ ბევრი ფულის ხარჯვით დავიწყოთ არა რა. და მარცხენა ფლანგზე კრისტიანო? გამოვიყვან ნეიმარი. ხო, შეგახსენებთ ესეთ რამეს. რა თქმა უნდა, შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც ამ კონკრეტულ იმაში გამოვიყვან ხოლმე პოზიციაზე, შეიძლება იყოს იგივე ფასი, მაგრამ არასოდეს იქნება უფრო ძვირი. გასაგებ. მარცხენა ფლანგი, ნეიმარი, საწყისი ფასი 100 მილიონი. მარცხენა ნახევარმცველი. გინდა? ნეიმარი? ხო. თუ არ ესენდობება ძალიან. ფულა ეგრევე შემოვიდა ვაჭრობაში. კაი. 100. 110. 110. მარცხენა ვინგერია ასევე მე კრისტიანო მაქვს რონალდო. ყავს გეგმაში და კრისტიანო რონალდო ეგ უნდა ვიცოდეთ. არ არის მარცხენა ვინგერი. 120. რატო თქვი? არ არის მარცხენა ვინგერი. ნეიმარზე უნდა წინ ვიცოდეთ ვიტყოდი. ახლა რა. ნეიმარზე წინ ვიტყოდი ისედაც კრისტიანო ხო და მაგიტო გამიგო. შეიძლება იგივე ფასი ყოფილიყო თეორიულად, მაგრამ 125. 160. 160. ხო. ცუდი არ არის ნამდვილად. 180. 180. 180. 1 185. 185. 190. ყურებაც საინტერესო ყოფილა. 180. 205. 205 მილიონი ნეიმარი. 215. 215 მილიონი ნეიმარი. 225. 230.
მოდიში 222-ად გაიყიდა Paris Saint-Germain-ში, ხო ასეა? და თქვენ უკვე გაასწარეთ. ჩვენ სხვანაირი კაცილები დიდი ფული აქვს. სხვა მარკეტი, ფულა ჩვენ შემოდის. ხოლმე ერთ-ერთ ფეხბურთელი 230 მარცხენა ვინგერა? იცი ოღონდ რომ ყავს ფულა, არ ვიცი რა. ხო და დაველოდები რა. ნახოთ, კი ბატონო. 250 250. 250 250 1 275. 275 1 280 280 280 მილიონი 285. 285 მილიონი 285 1 300 ბარი. 2 290 290 300 ბარი მილიონი. ნეიმარი 1 15. 315 295. 295 ბიჭო 295 1 2 3 295 მილიონად ნეიმარი ლუკას გუნდშია შენ მე მგონი მივხვდი ხო? ასეცია? ამას დახარჯვა უნდა შენი ფულები რა მაგით. ჩემი არა, მე მაგაზე მეუბნებოდი რომ მე მგონი რომ ნეიმარი ძალიან გაახარებდა დახარჯვა უნდა. მე საუკეთესო ვარიანტი ავიყვანე ალბათ ამ თემაზე არ მახსოვს საუკეთესი არის ვინმე დარჩენილი? მოდი პირველი მეკარე იყოს გელი კარასკო. პირველი მეკარე აი 4-2-3-1-ია ხო? არ მე შეწუხებული ვარ რა თქმა უნდა ნეიმარი 4-1-3 4-1-3-2. კი. ესეთი უცნაური ტაქტიკა. და მე გადავიხადე 300 არა 295. კი კი. რეალურად ეს 4-1-3 არის 4-4-2 არის უბრალოდ ჩამშალი გამოყავი და ეს ფლანგის თითქმის ამასი არა, შენ მარკეტინგს არ აღიარებ. 99 პირველი მეკარე. რატო დღეს ხოლმე 99. პირველი მეკარეო. ოლივერ კანი საწყისი ფასი 50 მილიონი 80 120. 150. 160 160 170. 180. 180 მილიონი 185 ოლივერ კანი 190. ფულარ თუ ოლივერ კანი ვერა იყვანა, შენ 95. 195 200. ფულარ გაგიჟებენ ისე რომ იცოდე მაგრამ კაი 200 ვიცი, მაგრამ ფანგზა უნდა კანი დაუ მინდა. 200 უნდა დაუტოვო ღირსები არის რომ დაუტოვო 200 დაუდო. ხო, დაუდო. 200 დაუდო კანი. 230. 230 230 აი ხა ასე. 1 2 3 გავრის. ხოდა კარგად იყო. 230 მილიონად ოლივერ კანი ой, გავრის. ოლივერ კანი ჩემთან, აბა რა, ვულკანი. ისე ფულარ ღირსები იყვნენ რომ ერთ-ერთისთვის დაგეტოვა კი, მაგრამ მინდა დროსთვის უნდა დაგეტოვებინა რა. კაი, 230 230, ხო? მოდი გამოვიდა ვისი რეკორდი მოხსნა ნიკა ანუ სხვა აუქციონებით მეკარეებში 230 მილიონი არავის გადაუხდი ბუფონი. ახლასაც არ ამიყოფილა მე მესი მგონი და ისინი ხო, მაგრამ მე რა, კაცის საყვარელია. ხო მათ არა, ხო, მაგრამ მოგებული არ ქონდეს ბუფონს დავაგანებ. ჩვენ ვკრავთ მოგებული აქვს ორივე. არა, მე ნიკა ჩვენი მისია არის რომ სოფლიო ჩემპიონი მოვიდეთ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა და თქვენი მისია არის რომ $1 მილიარდში ჩაეტიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში აი მართლა არ არსებულ ძალიან ცუდ ფეხბურთელებს ჩაგისვამთ რუსეთის ჩემპიონატის ზედა ლიგაც რო სანატრელია ის ფეხბურთელები რომელსაც არ მოუგიეთ. ალბათ ზაგოები. მაგით თუ იმუქრე მაგრამ ბოლოს ჩემპიონი არა ყოველთვის ყველანი ხართ ყველანი ეტევით შეჭა აი 230 კანი. ანდრო, შენი გაქნების დრო არის. ცენტრალური ნახევარმცველი პირველი ო. შემტევიან აბა კევინ დე ბრუინე რამდენად საწყის ფასი 90 100. 120 130. 140. 150 160. 170 180. 190 200. 200 დიდი ფული. 200 1 215. მე ვინებია ვიყვანო ეს რო გაუშვ ვინმე კაი ყავს ესეთი მე რომ მეწონება ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელი არის მე სხვანაირი ფეხბურთელები არ მოყავს ყველა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი არის ვის აქ 215 მე. 215-ად ლუკასთან წავიდა კევინ დე ბრუინე დათვალე? 1 2 3 დიდად არ უნდა და დამატებინა დიდად არ მითქდა. მე გუნდი ყავს ვაფშე რამდენი ფული ნეიმარი და კევინი. 490 მილიონი ცენტრალური ნახევარმცველი შემტევი 400 შუაში რა აი შემოვიდეს კიდე 200 მილიონებით რა შემდეგ არ მინდა მოდი პირველი ცენტრალური მცველი 200 მილიონად რამდენი გადავიხადე 215? კი 490 გაქვს ამ წუთას 290. კი ცენტრალური მცველი პირველი რომელსაც შემოგთავაზებ ტიაგო სილვა არის საწყისი ფასი 70 მილიონი შეგახსენებ თუ ხო თუ არავინ იყიდით უბრალოდ ლუკა მიყიდა ბოლო და წავიდოდა ფულარას 70-ად 70-ად ტიაგო სილვა უნდა ანდროს 80.
80 მილიონი. გიჟი 90. სადაც შეგაჩერჩებ მაგ დიაგოს შილას, მე იყავი იმით. დებრუნი აი საერთოდ არ მიშედება. 90. 90. 1 აი ხა მეგონი ორი, მაგ გატანე და სამი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მცველი ეს ანდროსონაიო, ტეგოსო შენ თავი. ფეხბურთელი, რომელიც მილანიდან წავიდა და მაინც მილანის წვივსაცავები ეკეთა პარის სენ-ჟერმენშიც, კაცი რომელმაც უკვე კარიერის დაიში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ჩელსთან ერთად და იყო ძალიან სტაბილური ცენტრალური მცველი და მხოლოდ იმიტომ კნინდებოდა დიაგო სილვა, რომ FIFA საუკეთესო გუნდში ხდებოდა ხოლმე ყოველწლიურად და ხალხი მე ამბობდა, რომ აი სერხიო რამოს შედარებით რა. სერხიო რამოს თუ არ ჯობია, სერხიო რამოს თუ არ ჯობია არის ნოს რო ცუდი მცველი. კაც ამონოლოგი მოგებული. ძალიან ჩემპიონის გარდა იმიტომ არის აქ. მარსელო, მარცხენა ფლანგი 70 მილიონი. 90. სადღაც ხომ დაივაჭო. აი ამის გუნდში მარსელოს რა უნდა. თუ არა, საერთოდ არ ეუხტება მარსელო. ხო არა, ნუ მარსელოა რა. 105. შევხედე დახარჯა ფული. აი, გერმანიაში შემოდი შეუტიოთ მაშინ. მე მაგ 90. შემიდა რომ შემოხვიდე. ეს მინდა მე შემოვიდე. 105, ხო? ხო. 1 2 3. 105 მილიონად მარსელო ანდროსთან. აუ ეს ცნება რაღაცებს მარსელო ტიაგო სილვა. ყავს მარსელო არის ერთ-ერთი გოუტ მარცხენა მცველი. ხალხი ამოს რობერტო კარლოს ჯობია. არ ვიცი, მაგრამ სადაო. აუ ეს მოდი მარჯვენაზე გადავიდე. მოდი რამდენი გადავიხადე? 105. 105, ოკეი. მე შეგზება მაქვს რომ ფულ არ ძალიან ბევრი ფული დაგჭება თამაშის ბოლოს. არა. თუ არის ნახოთ. ნუ აგიზოთ ფულ არის. მარჯვენა არის დანი ალვაში რა თქმა უნდა. საწყისი პასი 70 მილიონი. 70 მილიონი. 100. 100 მილიონი დანი ალვაში. 105. 105. 115. შენ არ შემოდიხარ, აფერი გაინტერესებს საერთო ცხოვრებაში. რამდენი გაგდარ შენი? 400 რაღაცა, ხო? 490. 100 რამდენი თქვი? 115. 115. 1 2 3. აუ რა უგავაკეთე. მიაუე შის და მარსელოს პლანი. პირველი ჩამშრელი მეგობრებო. პირველი ჩამშრელი არის კლოდ მაკელელე. საწყისი ფასი 60 მილიონი. 80. 80 მილიონი კლოდ მაკელელე. 100. 100 მილიონი კლოდ მაკელელე. 120. 120 მილიონი კლოდ მაკელელე. 140. 50. 150. 150 მილიონი კლოდ მაკელელე. 150 1 115. 155. 170. 170 მილიონი კლოდ მაკელელე. 1 2 3 ანდროი 170. 170 იყო, ხო? კი. ბიჭო, ხო ის სპორტ ბოიარჩი რომ ბოლოს გარბი ხარ და უკვე ვებხვი შეგჭამს, არ შეგჭამს ეხება, აი იგი იყო ჩემი კიდე ერთი გაზრდა რა, შეიძლება უცბად მაკელელე 200 მილიონად წამეყარა და მე ხა ვიღაცა მსურს რა. კანი და მაკელელე. მარჯვენა ნახევარმცველი, ვინგერი ნახევარმცველი. არიან რობენი. ხო, საწყისი ფასი 80 მილიონი. 100. 100. ბიჭო, აი რობენი არა მახი 130, 150. 170, 180. 200. 220. მიდით. 200 რაზე ვარ? ან რა ეგრეა 250. ფეხის 250. 250. 250, 265. არის რობენი. 250. 270 ესე იგი. მეთქი 250 უკან დაწია თქო. 215. 280. 280 არიან რობენი. 280 1 2 3. 280 მილიონად. 320 მილიონი დარჩა და ამ წუთას ფული მოკლედ 3-3 მოთამაშე. ლუკას ყავს 2 ჯერ. 280 იყო ეს ბოლო, ხო? 490 მილიონი აქვს ლუკას, 320 აქვს ფულარაზე, 690 ანდროს. 790 არ მაგ? ხო, 690. 320 მილიონი დამჭა მე, ხო, ნიკა? კი. თავდასხმელი მეგობრებო, პირველი არის კრისტიანო რონალდო. საწყისი ფასი 100 მილიონი. 100. 105. 100. 180. 190. არ მეტი მე. უეჭველი დასჯი? დავიხჩობი. ანუ თუ ფული არ ეყოფა, უეჭველი დასჯი, თუ მე კაი დაგიკლებ ეხლა შენ და რაღაც. არ ვიცი რას მელაპარაკები, რა ფასები წერია, იმ ფასად მე მიცემ. მე იქ არ ჩამოვაკლებ 10 მილიონს, ხო? არა. ოკეი. 200. 205. 205, ხო? 250. 250. 255.
260. 265. ერთი 280. 280. მოიმარჯვა. დავამე მოიმარჯვა უკვე. არ მე დავიხჩოვი ვერ გამოვყოლა, დავიხჩოვი. ხო, რა უშენ 280 წაიყვანო, წაიყვანე. ერთი 2 იმასაც ეგრევე. 3 280 მილიონად ო შენ ისე დანიელოში სი, მარცელო? ანუ მე თუ აუქციონზე ვარ. რობენის ფასად კრისტიანო რონალდო ეს კლასიკოს აუქციონი. ეს სტატისტიკაც გავაკეთოთ, რომ მე თუ აუქციონზე ვარ და კრისტიანო რონალდოს მონაწილეობს აუქციონში, კრისტიანო ყოველთვის მოდის შემდეგ. არაფასემენ ამ კაცს არ ვიცი რატომ. ხო არ დაგვრჩა რამე პოზიციაში შევხედო. რამდენი მაქვს ფული? 410. 410 მაქვს? კანი მაკელინი რობენი ხო 50. ყველა პოზიცია გამოვიტანე. შესაბამისად, მოდი ცენტრალურ მცველს მეორესად შემოგთავაზებთ. გოდინი, დიეგო, საწყის ფასი 60 მილიონი. 70. 70 მილიონი. გოდინი ძალიან underrated-ია. 75. 75. 80. 80. ხო, იცოდეთ რომ ფეხბურთელს რომლებიც გუნდში აყავთ, საკუთარი კარიერის პიკებით ადგენენ გუნდს და არა იმ სოფლიოზე როგორ ითამაშა. იმედეს გუნდი ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელია. ამდენი რა? 210 წელს 85. 85. 90. 90. 90. 1 2 3. დიეგო გოდინი 90 მილიონად. ანუ ნიკა მამურებს რო ურჩი, ჩემი ერთ-ერთი გოლი მცველი იყო. 2010 წელს კი გავიდა გოდინი ნახევარფინალში, ხო, ანუ მისი ურუგვაი, მაგრამ შენ მოაზრებული გყავს 2014 წლის გოდინი, ხო? მე მოაზრებული გყავს კარიერის პიკში გოდინი. ანუ ფინალში რო გაიტანა 14 გოდინი არის. ძალიან ანდერი მცველი იყო სხვათა შორის დიეგო გოდინი. კი. თუმცა 90 მილიონი მეორე ცენტრალური ნახევარმცველი ამ პოზიციაზე ერთი არ მინდა არა ცენტრალური ნახევარმცველი გადავიქცე არ გულისხმობთ ხო? არა, საერთოდ ცალკე გამოვიტანე ცენტრალური მაგალითად. ნახევარმცველი გელემ ყავს უკვე საერთოდ. შენ კლასიკო. შემტევი ნახევარმცველი ცენტრალური. მე კლასიკო მაქვს სუპერ. არა, მოდი მეორე თავდასხმელს გამოვიტან რა, იმიტომ რომ ბარემ აი ეს 2-2 რადგანა ორი თავდასხმელი ყავთ, რონალდოსთან ერთად მეორე შემოგთავაზებთ ჰარი კეინს. რომელსაც სოფლიო არა აქვს, გაგიკვირდებათ. და 90 მილიონი. 110. ეგრაფასია. 120. 130. 140. 140. 155. 150. 150. 150. 1 15. 155. 155, ხო? 155. 1 2 3. ჰარი კეინი ლუკასთან ძალიან კარგ ფასად ვიხჩოვდი ფინანსურად რა ვიხჩევი. შვენიერზე მშვენიერ. ანუ 320 მინუს 90 მა კიდეზე. რამდენი დამრჩა? ცოტი? ლუკას აქვს 335. 230 ფულარას და 410 ანდროს. 230 მე. მე კარე გამომყავს მეგობრებო მეორე. ნუ მე მყავს უკვე. ტიბო კურტუა. საწყის ფასი ისევ იგივეა 50 მილიონი. რაც კანს ხონდა. 70. 75. 75. 80. 80. 90. 90. 100 მილიონი. ტიბო კურტუას 18-ის მუნდიალი ქონდა საოცარი. მუნდიალი საკლუბო შეგვიძლია აიღო. არ არის აუცილებელი. არა, სოფლიოზე თუ ლაპარაკობთ რა სანაკრებო ამბობთ. 100 1 105. 105. 105? 105 1 2 3. ტიბო კურტუა ლუკასთან. აი სხვა შორის კანი რო არ მყოლოდა ახლა სიტყვაზე ვიღაც თქვენ რო აგიყვანათ რა. ტიბოზე სიამოვნებით ვიბრძოლებდი მეც. იმიტომ რომ არა, მე მიცემია. მესამე ვიღაც ისეთ შეხვდება ახლა. მესამე ანდრო შენთან არის 20 მილიონად რუშტურეკბერი. ან მისტერი ბოქსი. ისე 20 მილიონად ავა. აუ, მისტერი ბოქსიც საინტერესოა ესე. 133 თამაში ნაკრებში. ბუენოს აირესშია დაბადებული. და კოპა იტალიას ფლობელი, ანუ იტალიის თასის. ნუ აი, გონი ვიცით. არა? რა ვიცი, ღმერთმა გაგიმარჯვეთ. მარტო ვარიანტი. ბუენოს აირესშია დაბადებული, არგენტინელია. ვილი კაბალეროა რაღაცა ეგეთი მოდის შევთ. რუშტუ გინდა თუ მისტერი ბოქსი? ბიჭო, კარგად აფიქრდება. 2014-ში არგენტინის მეკარო კაბალერო იყო. რომერო იყო, ხო? რომერო იყო. თუ რომერო იყო, მაშინ უეჭველი რომერო მითხრა. მე გონი მისტერი ბოქსი. მუსლერა არის. ოჩა ლუკა. ფერანდო მუსლერო. მუსლერა 20 მილიონად. შვენიერი. მოსლერა რომეროზე უკეთესი ნამდვილად არის. კი, კაცო. შენ ლაციოდან წახვედი ეგრევე, ხო, რა თქმა უნდა. მუსლერა დაბადებული ყოფილა ბუენოს აირესში, ურუგვაის მეკარე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ანუ აი მესამე აღარ უნდა დაიტოვო რა, იქ დაბავიწყდა რომ მუსლერა გიხართ. მუსლერა ძალიან გამიხარდა. ძალიან.
გალსერეშიც კაი. მორიგი ცენტრალური მცველი. და პრაივეტი. ვენსან კომპანი საწყის ფასი 60 მილიონი აქაც. ყველას ყავთ ხო ცველები? მე ამყავს მაგრამ. ერთი მყავს, გოდინი მყავს. აუ 60. 60 კომპანი. 65. 65 კომპანი. რამდენი დაგჭა ფული? 65 1 10. 70. 75. 75 კომპანი. 75 1 2 3. ძალიან. 75. კომპანიის მაისურის ხონდა იმდენ მეოსებ. კაი და ცოტავს. ძალიან. კი ძალიან. მეორე ჩამშლელი მეგობრებო, კლოდ მაკელელე შემდეგ. და ანდროს არ ყავს. ვამბომელი. ვამბომელი საწყისი ფასი 30 მილიონი. ყავს მაკელელი უკვე. დაათაც მოვიდეს რა. ვამბომელი 30 1 2 3. ძალიან დიდი. ვამბომელი წავიდა ლუკასთან. აუ ისო მისტერი ბოქს. შენ საღდეზე ვინ ყავს? ერთხელ შეიძლება სკაივზე. საღდეზე ვინ ყავს? არა, უკან ხამოვივა ის. შენი საყრდენი არის აქსელ ვიცელი 20 მილიონად. ან მისტერი ბოქსი. ან მისტერი ბოქსი 10 მილიონად. ზიზღრობას პენის. 200-ზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში, ინგლისის პრემიერ ლიგას გულისხმობ რა თქმა უნდა. და რუსეთის. 94 მატჩი ნაკრებში. მარკ ჰიუზის, გეორგ ჰაჯის და რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო. წვრთნელი როცა იყვნენ ის სამი, ასისტენტი იყო სხვადასხვა დროს. 10 მილიონად. პროფამოდი შენ. გაბრიელე ორიალი ვერ იქნება ამიტომ რა. მარკ ჰიუზის და იმათი ასისტენტი იყო სიტიში, ნეტა სიტიში. აუ მე მგონი ვიცი ვიზეც ასაუბარი. ვინგო? ანუ აქსელ ვიცელი 20-ად ან ეს? მე ვიცი ვიცა, ეგ და ძალიან მადლობა. ვინ? ვიცი ვიცა და პროსტა არ მინდა რომ შევრცხო. თქვი მოულა. პატრიკ ვიეირა მგონია და არა. ეს ფეხბურთელი არის თუგაი კერიმოღლუ, რომელიც 10 მილიონად ეგ წაი. 10 მილიონად ოღონდ. 10 მილიონი. არაფერი არ გამომდის. ეს მასში პლანგები ყავს რა გამოდის. აი ესე ჩავიწერ ამას. ეს მასში პლანგები ყავს, მაგ კარში მუსლავ, შენერი ჩავწერ. აგინდა. და ყველაზე მეტი ფული გაქვს ანდრო მე როიცი. წინაზე იმაგრეთაც ყველაზე ნაკლები მეტი ფეხბურთელი ყავს აყვანილი და ყველაზე მეტი ფული გაქვს. შენ მართლა შეხავს უკეთებ აი ხოლმე ხომ ამბობ და მაგაზეც წინაზე გამაგის ვიქნეს. რა კაი გუნდი ყავს ბიჭო მე. თუგაის გარდა ვინ ყავს ცუდი? მუსლერა. მუსლერა კაი არ არის ეგეთ ცუდი მეკარე. არა, ძალიან კარგი მეკარეა კაცო. მეკარე ყველაზე ისეთი. რომეროს მეჩვენა. შემდეგი მარცხენა გაგმართლებია შენ სერიებში. მარცხენა ვინგერი. არ მოხდა ზოდის. მარცხენა ვინგერი. ედენ აზარი. ოპა. საწყისი ფასი 80 მილიონი. 90. 100. შენ ფული გაქვს გიჟივით. ძალიან ბევრი ფული მაქვს, ხო? მეტი გაქვს. 105. რამდენი დაგჭა შენ? 230 აქვს დარჩენილი. 120. 125. წესიერი ფეხბურთელი გამატანეთ ბიჭო ვინმე რობენი და ისინი დაგით. ახლა გაატანე იუაჭრე. 125. 125. 130. არა შენ არავინ არ გეყოლება ფულად. მე რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები. აუ ვიღაცები ბოლო მისტერი ბოქსები და ვიღაცები შეგხვდება. არა გატყუებს ეხა იქნება კაი მისტერი. აბა არავინ არ ხო და რას მეში რა გავაგზავნო? რა მე გრამ გონია რა. არ მე აზარი მინდა. ნეიმარზე მაგიტო შევიკავთ რომ აზარი მინდოდა. 130. 3. ისედაც ანდროს ხონა აწეული. ხო და მაგით კიდევ ერთხელ დავუყო. წაიღო. ედენ აზარი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი გახსოვთ მისი პერფორმანსი. როგორ მინდოდა? როგორ მინდოდა? არანაირად არ დამნევია. პერისიჩი შენთან 30 მილიონად ან მისტერი ბოქსი. 10 მილიონად გაძლევ ამ ფეხბურთელს. რომელიც პერიშიჩი რამდენად? 30. ანუ ამ პერიშიჩი 30 და ან მისტერი ბოქსი 10. ასე კაი უნდა ამოვიდეს. ამ ფეხბურთელს ორ ნაკრებში უთამაშია. ტოპ 5-დან 2 ჩემპიონატის გამარჯვებული არის ჩემპიონსთან და რანაირად ჩემპიონთა ლიგის მფლობელია. და საქართველოსთვის აქვს გოლი გადანილი. ანუ ანეგან პერიშიჩი ხო? ხო ეგრე გამოდის. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია? კი. აირჩიე 30 მილიონად პერისიჩი თუ 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. შეიძლება ვიღაც კაი, იცი რა, ფინანსებს შევხედე და მოდი 10-იანი იყოს. 10-იანი იყოს. ფლორიან მალუდა 10 მილიონად. არ არის ცუდი ახლა. მე ამომივიდა ხოთა შორის ჩელსიში ლიონში ძალიან კარგი იყო. არა ეხლა რა თქმა უნდა ის დონე არ არის ნეიმარი და აზარი და ხო იცი რა, პერიშიჩი ისეთი არა არა შეხედო მალუდაზე არ გამეცინება. არა, მალუდა ძალიან კარგია. კი. აი კერიმოღლუზე გამეცინება. მალუდაზე არ გამეცინება. თავდასხმელი შემდეგი ლუის სუარესი. ანუ 220 დამჭა ხო? ეგრე გამოდის. ნამდვილად. ხო. ლუის სუარესი საწყისი ფასი 90 მილიონი. ფორვარდი არ ყავს არა ვინდო. პეინი შენამაცალე. 110 ლუის სუარესი. არ შეყვები? 110 1 115. ვიხჩები.
115 1 ბუზი გავაგდე ხო? 115 შენ რამდენი დაგჭირდა? სინდა შენი მაგჯერ. 200. რამდენი აქვს ბუკას? შენზე 15 მილიონით მეტი. აჰა. ბოდიში 25 მილიონით 200 აქვს და შენ 175. აჰა. კაი. 115 1 ბოლო ფორვარდი დაგჭირდა ამის მერე თუ კიდევ რამდენიმე აქვს? არა, კიდე ერთი არის და მე მისტერი ბოქსის 2 ვინც მისტერი ბოქსთან ისწრება რა. შენაცვლება. შენაცვლება რა. შორის გარდა მეორე ფორვარდი ვიყავს. 115 1 120. ამდენი ფული აქვს 75 ანუ 175 აქვს. 120 1 2 3. არის კეინი წავიდა ლუის სუარეს. ბოდიში, ლუის სუარეს. 120 ხო? სუარეს რო და შენ წუწუნებ რამეზე, ბიჭო, აზარი სუარესი და 45 მილიონი დაგჭა ხო? ხო. ნეიმარი ჩვენთანაა, ხო? არა, თუ აი, ნეიმარი. ამასთან წავიდე, ხო? არა, რა, ამას ჯერჯერობით რა ვიყო. ანდო ძალიან მაგარი გუნდი იყოს, რა ვიყო. ფულის გამო ხა მე დებრუინში. მარცხენა მცველი. ან თამაშობდი და უცებ გაჩვენე. არ უნდა გამეტანებინა კევინი. აი ძალიან თამაშობდი, არ უნდა არ გამეტანებინა. მაინტერესებს საერთოდ. მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი. საწყის ფასი 50 მილიონი. წავიყვან მოდი. 50 მილიონი. 50 არ გაატან. ბიჭო ფული არა აქვს. როგორ შეგინდოდა კანი ისე უნდა ერთი? წაიღონოს ორი, წაიღონოს მე. აუ ესე კეთილები ვიყოთ. შეხო გაგატანე და შეხო მაშინ მოგეწონა რომ იმეთი ვინ აქვს გამატანა? დროს უნდა შენთან რა ხდება? ხო 90-ად დამატანა. 50. 10 მილიონად. ლი იონგ პიო. გიდოდა. მაგრამ მისტერი ბოქსი ასევე 10 მილიონად. საგო ვიკა უკვე მიყვარხარ. ხერხს თუ გაუღრე ლი. არ მეტავ თუ გალავი. არა პაპოპოებს. მე მგონია რომ გუჩი აუცილებლად თუ დაკავდეს ლინიონკიო აი გიდიკის პერესო. გიდიკის პერესო. ლიონ პიო. ბოდიში მისტერი ბოქსი არის 20 მილიონად. ეს ფეხბურთელი. აბა. პრაიმში ძალიან. ხოლო სამშობლოში უთამაშია. ირანში არ ვიღაც მაგარი არის. UEFA-ს თასის გამარჯვებულია ხო. და კონფედერაციის თასის პრიზიორი. იური ჟირკოვია და ბიჭო. არა ის ჟირკოვს არ უთამაშია ნახევარ ფინალში საქართველოში არ ჩასვავდნენ ჟირკოვს. მისტერი. ლი იონგ პიო. დაკისელებული იური ჟირკოვია თუ ეს ფეხბურთელი 20 მილიონი 10-ით უფრო ძვირი ღირს. 10-ით უფრო მე სხვათა შორის. ძალიან გახსოვს, მიყვარდა ეს ვინტაჟური ჰიტინგის პეის. ძალიან მოწონდა. მოდი ლი იყოს. მართალია ლი კი. შენ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთე მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ 10 ძვირად შეგეძლო ერგუნ პემბე წაგეყვანა. არა, ლი ჯობია ნამდვილად. ლი იონგ პიო. რამდენად მაძლევლის? 20-ად. 20? ანუ 200 იმჩება, ხო? აქსელ უიცელი როგორ არა ვიყვანე. აი აქსელ უიცელს გული თუ დაწყებოდა. აი ბიჭო კაი გაჩვენე მართლა არა, შენ დაგჭა 200. 200. 200. ბოდიში. თუ 200 ბუშლერა შემო. ეს რა ხდება ლი ლიონ პიო. მაშინ 20-ად ვაძლევდი ერგუნ პემბეს. კი. რეაფიანი შემო. მარჯვენა მცველი მეორე, რომელიცაც გამოვიყვან, არის ჰაკიმი, მეგობრებო. ჰაკიმი. 60 მილიონად. მე მყავს. მე და შენ უნდა ვიო, შენ დანიელოში ყავს. ჰაკიმიზე კაი არ შეხვდება არავის შენძმობას ვიცავ. მეც ეგრე მგონია. ჩემი ფეხბურთელი მე მყავს ჩემ კეინი საყვარელ ნეიმარი მარჯვენას მოგებულია ქლამს. მავს მოგებული. კი. ვოკერი ჰაკიმი, ვოკერი რო იყო სიტყვაზე. 60 მილიონი ჰაკიმისაც არ თუ არავინ არ აწევთ მიდის პირდაპირ ლუკასთან, იმიტომ რომ ანდროსა 60 მილიონი 65 აწეული. 65. ბოდიში 65. ერთი წუთი მე მარჯვენელი არ მყავს თან. მე მყავს თორე შემოვიდა. მე ვინმე და ერთი წუთი ხო. კეინი ნეიმარი დებრუინი ვამბობელი ტეო კურტუა მყავს ხომე შენ ყავს 6 ფეხბურთელი. არ ვიცი რა 6 ჩამოთვალე, ეგეც ყავს ჩამოწა. მეც 6 მყავს. მეც 6 მყავს. მეც 6 მყავს. ანდროს ყავს 9. მაგრამ აქედან ორი საიჭოა ფეხბურთი. 1 შენ გაჩი. 2 3. შენთან წამოვიდა ძალიან კარგი. ჰაკიმი 65 მილიონად. ძალიან კარგი. ძალიან იაფი. ნუ რა ვქთებ აბა დებრუინი ვაფშე არ გჭირდებოდა აი კიდევ ერთხელ ვიტყვი ბიჭო აი მე ის ქერი მოგურო არ ამეყვან. ნიკა რამდენი ჯამში? მაუფილი ვიქნება. 155 გაქვს. 150. მეგობრებო, მაყურებელს ხო კომენტარებში დაწეროს თქვენი აზრით ლუკას ჭირდებოდა თუ არა დებრუინი. მე მგონია ისე მიდიო არა, გეუბნები. რატო გავატანე? ვაჭრობა და რატო გავატანე? ძალიან მინდოდა თან. რატო გავატანე? წაიღე. აი, არ ვიცი რა. მომეც. ლუკა შენთან შეიძლება მოგეს? გავუცვალო? არა. მალუდაში გამიწვა. დებრუინზე ისელაპარაკო თქონია რომ იმას. არა, უბრალოდ ფულ. ანუ მაგელელი კევინი მიგდოდა და რატო გავატანე რა? ნეიმარში მომდეს ვიხდი. აი მე რო ვივაჭრე რა მოვიქ. ზაბალეტა მოდი შენთან. ოჰო, 20 მილიონად ან 30 მილიონად ეს ფეხბურთელი. კაიოკე. 20 და რამდენად? 10. 10-ით უფრო ძვირად, კი. კაიოკე. ეს მისტერი ბოქსი რა არის მონახოთ. ნაკრებში აქვს 100-მდე თამაში. კაიოკე. ეროვნული ჩემპიონატის 6-ის გამარჯვებული არის. კაიოკე. ეგ არის. კაიოკერი.
და 4ჯერ საკუთარი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა. გეუბნები ამოვამე ვოკერი ალბათ, მაგრამ მაფიქრე. ნიკა ძალიან იჭერი წაყვანი იქნება ესე რომ დაიმსგავსებინა ტიპი ვოკერისთვის და მე ვოკერი არ აღმოჩენილიყო, თუმცა ეგეთი კარგი წაყვანიც არა, ჯერჯერობით. თუ აი ეს ნიკა იქნება ელიტა. ეს რო ვოკერი იყოს, ეგ არის სპორტსო ნიკა ძალიან კარგი წამყვანია. ნიკა ძალიან კარგი წაყვანია, მაგრამ ნიკა ელიტაში შევა თუ ეს ვოკერი არ იქნება. კაი, ნახდება. რა მითხარი პირველი მინიშნება? ნაკრებში აქვს 100-მდე თამაში. 100-მდე თამაში. კაილია რა. ეროვნული ჩემპიონატის 6-ის გამარჯვებულია. წეს ვოკერია. სიტისთან 6 გამოდის, ვერ ვიცი. კანრომ ზუსტად და 4ჯერ სკაიუოკერი. ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა. ეს სკაიუოკერი. პეპმა მოიგო მეღოლებით 4-ჯერ პრემიერ ლიგა და შესაბამისად 6 გამოდის. ფულა გენდო. მე ზამთარს გონია რომ ვოკერია. სკაიუოკერი. გენდო ფულა. რავი მენდე. 40-აა ეს? შენ როგორ გინეხა მე დამაბრალო მე. საბალეტა მეჩერა თუ ვოკერი. არა, 30 მილიონი ოკეია, თქო უნდა. არა, ფულის გათვალისწინებით ვაღებ. ფინანსებს ეხა, ფინანსებს. 20. 10 არის ხვალობა? კაი, მისტერი ბოქსი. კაი ვოკერია. რა თქმა უნდა, რა არა, თქმა ნუ უნდა. ფინანსები 10 მე. ნიკა. შემდეგზე ელიტაში ავიდეთ. ელიტაში და არ იყო იყო წინაზე ეგეთები, რომლებიც სპეციალურად ძალიან გავდნენ და ნაკრებებში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ნახევარფინალი ვისაც უთამაშია. ხო, ეგარა. აი უცებ ხარ ვოკერს ხო არ დატოვებდი მაგრამ. მინატო ამის შეის ხერი მოგლუ. შენ მოგიწია, რა თქმა აგირჩია, ჩამშენ მე მაკელელი. შველაპარაგები ხო, იღბალ შველაპარაგები, რომ მე რატო ამომივიდა? ცენტრალური მცველი, მორი. იოშკო გვარდიოლი. 60 მილიონი. 65. არეომები. რა ხდება ბოდიში? იოშკო გვარდიოლია 65 თქვა უკვე, 60 მილიონი. ცენტრალურ ზოლებში ვარ, რა თქმა უნდა. კი. 65 იოშკო გვარდიოლი, ფულარას აქვს 145. იოშკო გვარდიოლი არ ვეომები. 65-ად იოშკო გვარდიოლი წავიდა ფულარასთან. ფული რამდენი დაგჭა? 145. 4 ძალიან და კიდევ ყავს ასაყვანი ვიღაცები. მაგრამ ჰაკიმი გოდინი იოშკო გვარდიოლი ლი საინტერესო და ვის აქვს ცენტრალური მცველი? მე ამ ყავს არც ერთ და ორივე ჩემთან მოდის. საშინელი ორი კოშმარი არის. დავიწყოთ. მაშინ, არემ აქვარდა. არ დაუკლო. რომან საისი 20 მილიონად. აჰა. ან 30 მილიონად ეს მცველი. მისტერი ბოქსერი ამას ეკრანი. მეორე მცველი ბარემ ორივე მითხარია რა? არა, თითო მიყვეთ რა თქმა უნდა. სადღეჩქარი. პრაიმს ძალიან მაგარი. ჰერცოგ ბრანიმირის ორდენის ფლობელია ეს ფეხბურთელი. 3 სხვადასხვა ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა და ნაკრებში აქვს 105 მატჩი. 10 მილიონით უფრო ძვირია. აუ იყოს ეგ რა. დომაგოი ვიდა 30 მილიონად. ო, ვიდო. რუსეთს გაუტანა. ცუდო, რუსეთს გაუტანა. არა, რუსეთს გაუტანა გეჩიდეთ, ანუ ესეთი მე რუსეთს ვიც გაუტანა, ვისაც რუსეთს გაუტანა. დომაგოი ვიდა. მე ძალიან მიხარია. მეორე დემიკელისი მარტინ დემიკელიში 20 მილიონად მამწოს რა არის, კაი. მამწოს და მომწოს. 20 მილიონად დემიკელისი, ოღონ ამჯერად მეორე მისტერი ბოქს 10 თიაფად შემოგთავაზა. მედი. უკვე ნაგავი. 7 გოლი ნაკრებში. გამოვიდა. 7 გოლი აქვს ნაკრებში. საკუთარი გუნდის საუკეთესო მოთამაშე კლუბში გულისხმობ. 5 ჯერ გამختარა. აუ, იგას კაი. და ჰოროსკოპი თევზებია. თებერვალშია დაბადებული, ან მარტში 20 თებერვალს. თევზები რო შეხოდეშო. მართლა მარტივ. შენს თევზები ხარ? მაშინ იყოს თევზები. ვისირჩა. ეგ იყოს ამ დაგავიბოდის მაინც. ჰარი მაგვაირი რა თქმა ხო, უნდა. იყოს, ჰარი მაგვაირი. მაგვაირი ვიდა. ნაკრებში მე თუმცა არა ნაკავი რა ვიცი. შენ ყავს მაგვაირი და ვიდა, შენ ყავს სველები? გოდინი იოშკო. მე მყავს ტიაგო სილა, ვისენ კომპანი. ეს ვიყიდე 1000 ხო? კი. და რამდენი დამრჩა? ფული ამ წუთას 80 მილიონი უკა, 80 მილიონი ფულარა და 55 ანდა. და ამ დროს დარჩა ორი კაცი ხო ასევე? შენ რამდენი დაგჭა? ორი დაგჭა. და რამდენი დაგჭული? 80. არა, მე 3 დამრჩა. 8 მყავს. შენ 3 დაგჭა. ბიჭო, აი ნუ ხა მათაც იმედია დაგავი შემდგომად. ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგი. ფორვარდი არ უესლი სნეიდერი. ეს მეც მიწევს აყვანა, ხო საყრდენია. დებრუინი ვის ყავს? მე. შენ ანუ თქვენშია. თქვენო მოვთ. უესლი სნეიდერი. არა, შენც ყავს, შენ მაკელელი საყრდენად ყავს. ეს არის ცენტრალური. ხო და არა, მე არ მყავს ხო მაგას გეუბნები ის, ხო? უესლი სნეიდერი საწყისი ფასი 60 მილიონი არის. არ მაქვს. ანუ ფულარას მეყავს. შენთან მოდის ავტომატურად ჩემთან მოდის? ეს ერთხელ გავიმართოს ამ მისტერი ბოქსში. მაგრამ 20 მილიონი შევა მეტი არა? მაგრამ ხო, საწყენი. სკი. იმედია დასჭა მართლა იარსებებს. და ფორვარდი არ მყავს არა. და პირველად ამ გადაცემის ისტორიაში ვიღაცას დაჟილს რო ნახოთ. მიხარია, იმიტომ რომ
სეირის მოყვარული ხარ, ხო? სეირის მოყვარული ვარ, კი. სნეიდერი წავიდა 60 მილიონად. კაი, ანუ სნეიდერი მაკელელი 20 მილიონი დაგჭა? და თავდასხმელი გჭირდება? ფორვარდი არ მყავს არავინ. არა, კიდე ხო გჭირდება ვიღაც. ანუ ნახე, სნეიდერი მაკელელი რობენი მალუდა. ფორვარდი არავინ არ არის. მარტო ფორვარდი გჭირდება. ორი ფორვარდი ჭირდება? ორი. ორი ფორვარდი ჭირდება 20 ფორვარდი მილიონი. გაგიჭირდება. კენი ამაცალეთ, ის ამაცალეთ, ეს ამაბა რა ვიცი. შენთან არის შემდეგი მოცემულობა. მეორე კაცი ჭირდება. ბალაკი არის შენთან 50 მილიონად. ვეყიდულობს. ხო, 50 მილიონად, ან მისტერი ბოქსი არის 40 მილიონად. აი ბალაკზე უკეთესი და 5 მილიონი გჭება. და 5 მილიონი იმედი არავინ არ მოუვა, ხო? აი ძალიან დიდი იმედი. ბოდიშ ვიხდი, 20 მილიონად ამ მისტერი. შენთვის უნდა შემომეთავაზებინე, მაგრამ ფული არ ქონა, ვერ შემოგთავაზებდეთ. ფული არ ქონა. სნეიდერზე ქონა მისტერი ბოქსი. როიცოდეთ სნეიდერზე ქონა მისტერი ბოქსი, სადაც არ გეტყვით მაგალითად, იმიტომ რომ ბოლოს ვიტყვი. ამან ბალაკი წაიღო? მოკლედ, შენ 20 მილიონად გაქვს მისტერი ბოქსი. ან ბალაკი 50-ად, ან 20 მილიონად მისტერი ბოქსი. ერთი რაღაცა მაინტერესებს. ხო. ის 5 მილიონი რა დამრჩება? ვიღაცა რატო რჩება? კიდე ხო გაქვს? 45. თუ აიყვანა 5 რჩება. კიდე ხო ყავს ფეხბურთელი ასაყვანი. კი, 5 მილიონი ხო დამრჩება იმ ფეხბურთელისთვის. მერე? რაღაცაში მისტერი ბოქსის დათმობა მაინც შემეძლება. ხო, მაგრამ შეთუნებამდე არ დაუკლოო და რავი, არ დაგიკლებს თუ არ იქნება. არ ნახო რა, შენ რა პოზიცია გრჩება? მე ორი კაცი ყავს და შენ შევხედე და მარჯვენა გარემარ. მარჯვენა გარემარ. მე პროსტა მაინტერესებს. შევხედე მარჯვენაზე რა ხდება? ბალაკში გადავიქდი 50 მილიონს. 5 მილიონით. ვიღაცის ყიდვა ის თუ შემეძლება. აი მისტერი ბოქსი მაინც რომ მომივიდეს. არა. თუ არ შემეძლება. მაშინ პირდაპირ მისტერი ბოქსი? ხო, მაშინ პირდაპირ მისტერი თუ ბოქსი. ვინმე გაგიცვლის სნეიდერს ბალაკში არა. და დაგაუჭა. მე ბალაკი უფრო მინდა. არ მეც ბალაკი მეც მინდა, მაგრამ ნახე თუ ბალაკი და ანდროხელაძე უნდა მომივიდეს, არ მინდა. კაი, ანუ 20 მილიონად არის ეს ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედლის მფლობელია. კატასტროფა არის. 2-ზე მეტი თამაში აქვს ერთ-ერთ ტოპ ჩემპიონატში ჩატარებული ვიღაც საშინელება. და დაბადებულია ქალაქ ჰერნეში. ჰერნეში და ვიღაც კატასტროფა არის ჩემთან. არ არის კატასტროფა. აი ეს უნდა იყვანო, იმიტომ რომ მე არ დაგჭება უბრალოდ. ილდაი ბაშტურკი 20 მილიონად. ძალიან გამიხედა ბაშტურკი გადაწოდეს. თურქებს აგროვებ თუ რა ხდება? როგორ მიყვარს ხალხთან ხო იცი თურქეთის ნაკრებზე გიჟდა. და 35 წელს ბაშტურკი ხო? და ანუ აი არ მერჩი ნახ ბაშტურკისნაირ ბიჭო ბალაკი მომეცი კაი და იმას ვისამ რა 5 მილიონი არა, ილორავას დავიყენებ მარჯვენა ფლანგს ბაშტურკსა და ილორავას შორის ორივე ერთად. რავამდი კაი ვიყავ ერთხელ ფოთს. და მაქეროს გამწნებოდა კარგად. თავდასხმაში მარჯვენა ჭირდება? მეც მარჯვენა კონკურენტები. დაიც ეხლა მე მაგ 20 მილიონი. თავდასხმელი გამომაქვს. 20 ლარი მაგ. რომელიც არის რობინ ვამპერსი და საწყის ფასი 70 მილიონი. და გააქვს მაგდერ ფული? რა 70 20 მილიონი მაქვს? მისტერი ბოქსია მოვა ანუ ეგრევე თქვა. ან მე ჩემთან მოდის. მე 80. მე მაქვს 20. ანუ ვამპერს უჩველი ამასთან მიდის. შენთან მოდის, მაგრამ თუ გინდა არა იყვანო, იმიტომ რომ ფული თუ არ გაქვს და მისტერი ბოქსის ტიპის მითხარ შეგეძლო. მისტერი ბოქსია, რა? 50 მილიონად. მისტერი ბოქსია. კაი მისტერი ბოქსია. არ ვამპერს კაი. აბა მისტერი ბოქსი არ მოვიდა. მუსლერა, ქერი მოგლ და ბაშტურკი. ნაკრებში გაგვიმართ. ნაკრებში 11 მეტრიანი არაზროს გაუფუჭებია. ყავს და გამომავალ და შეხედე. აჰა. პრემიერ ლიგა არაზროს მოუგია აი. და 2-ზე მეტი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა. ანუ ვიღაც კაია. არა, ანუ აი პრემიერ ლიგა არასდროს მოუგია რანაირი მინიშნება. ძალიან ავიწროვებს, არა? პრემიერ ლიგა არასდროს მოუგია. ფულია ვიღაცა ბიჭო. უთამაშია, ოდ. ვერ გეტყვი. თუ ის არ მოუგია რო არც ხო. ვერ გეტყვი. არც ქონია შანსი. ვერ გეტყვი. ან მალდინიზე რომ ამო პრემიერ ლიგა. რავი, რამდენი იღებს 50? 50 მილიონი. 10 მილიონი ხომ მომივა მარჯვენა ვინგერი, მაშინ ეგ მითხარი. თუ ის მიждდება 10 მილიონი სულ რამდენი გაქვს შენ? ანუ 10 დამრჩება თუ ვამპერსი ავიყვანე. ვამპერს თუ აიყვანე მარჯვენა ვინგერი, არ მოგივა. საერთოდ არაფერი არ მომივა? 10 მილიონიანი არ ამოყავს. მისტერი ბოქსიც არ არის? 10 მილიონიანი არა. შენს კაი. და რა ხდება? ვამპერსი რო რამე მინდა რა ხდება? კარგად იცი. ჩაგისვა ვიღაც ფეხბურთი. 50 მილიონი თავს, ახლა მისტერი ბოქს? მისტერი ბოქს 50-ად გაწყდა. აუ, კაი, რატო აკეთებ ამას? ეს უკვე რა გინდა? კაი, მაშინ თუ აბა რა გავაკეთე? ბაშტურკი ეგრე აიყვანა ანდრომაც ამასავე. მე ბალბეს ბალაკი მინდა და კაი, მიდი. ხო აბა. ლუკაკო 50 მილიონი. გადაო? ო, აი ეს ლუკაკუ და ვოკერი ამოვიდა მისტერი ამაზე ბოქსი. მე ამოვიდა მუსლერა, 30 ქერი მილიონი მოგლ და ბაშტურკი. ამაზე წუწუნებს ეს კაცი ბიჭო რა ვიცი. არა. ანუ დარჩენილი თავდასხმელები შენია, როგორც ხვდები, ხო? მე არც ერთი კი, ფორვარდი. ორივე ამისია. მაგრამ შენ 20 მილიონი გაქვს სულ? ხო და რაღაცა ხო და მოგწეს. მე ბალაკი მისთვის გავმა. ვერ, ბალაკი მისთვის გავმა. ფულარ ერთი გიჯდება ვიღაც, რომელსაც ბოლოს ჩავსვავ, მოვიფიქრებ რაღაც ფეხბურთელს, იმიტომ რომ 20 მილიონი სხვა არ გამოვა და ამორ შორის აგარჩევი. ანუ მანძუკიჩი ვერ მოხდება შენთან, იმიტომ რომ 40 მილიონი ღირს და არჩევანი გაქვს შენ. ჰაკან შუკური 20 მილიონად.
და გოლი მირჩება მაშინ. ჰა? ანუ 20 მაქვს 20 0-ზე ტოვე? არა, ერთი წამი. 0-ზე ტოვებ რა, არა აქვს მეტი. ვიდი კაი. 0-ზე ტოვებ. თუ 20 მილიონადვე, ბარემ შემოგთავაზებ ამ ფეხბურთელს. ანუ ეს ფეხბურთელი ათზე მეტ კლუბში უთამაშია. ხო? ბოლო კლუბი იყო იტაბირიტო მაგვერი ვარიანტი. და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2 მედალი. აბრევ. ჰაკან შუქური თუ ეს ფეხბურთელი? თუ აბრევ. არა, შუქური იყოს რა, შუქური. ჰაკან შუქური შენ ჟოზე თქვი უარი ამ წუთას. აუ ჟო როგორ დახატავ შოდა ხატა. შუქური მშვენიერია და 0 დარჩა ფული. პირველად ამ თამაშის ისტორიაში ფული დასრულდა მეგობრებო, ამოეწურა ერთ თამაშეს და 15 მილიონად მომეცვინა ფულარას გუნდში ჩაჯდება, მოვიფიქრე მონტაჟ დროს ვინ. ვიღაც საშინელება. ვიღაც საშინელება. არა, ვიღაც საშინელება ჩაგიჯდება რა. აი აბსოლუტური საშინელება. ნაკრებში რო არა საერთოდ თამაშია. პავლიშენკო იყოს. კაი იქნება. პავლიშენკო იყოს რა. ფეხბურთელი არ ვიცი როჯის და რა ვიდან ვიღაცას მე გითამაშები მოდი საშემაგი არა, მოდი არაპროფესიონალი ფეხბურთელი ჩავსვათ, რას ფიქრობთ? და ფულ არა ჩავსვათ თვითონ. შენ იყავი შენ გუნდში. კაი, პოზიტიური. არა კაი მაშინ კარტი მართალია. YouTube-იდან არ ჩარჩი YouTube-იდან არ შეხალს გაუსწორდა მე კარში აფსონა ხაიერია რა. შენ მეორე ფორვარდი არის აფსონა. მოდი აფსონე კაი ფორვარდია მაგასთან შედარებით აფსონა რობენი ბაბუდა ცაციები აფსონა იქ აფსონა ჯობია ჟოს. ბიჭო ცაციები შეხედე აფსონე უკეთ ჟღერს ცაციები თქვენ ეხა რედაქციად აფსონა ცაციები შეხედე მარჯვენა ფლანგი არც ერთ არ აგიჩვია აფსონეში მაშინ მეგობრებო ლუიშ ფიგო არც ერთთან არ მოხდა მოის რატო ბიჭო რისთვის შევინახე არა გარჩენილია 30 მილიონი გაჩენილი. გარჩენილია 30 შენ გაგ და 35 შენ ხო შესაბამისად შენ უკეთესი მოდი შენ ზიეიჩი ჰაკიმ ზიეიჩი შენთან რამდენი იყო საკიმზე? ოღონდ უყურე როგორ 30 რო ზიეიჩი და მე შენ არა შენ ხო გაკ 35 შენ 30 ამ დროს ეხა მე ვეტყვი მისტერი ბოქსის იმასაც და რომელსაც აირჩევს თან ის მეორე ფეხბურთელი შენთან აი წამოვა მე ისე ხო შენზე მეტი ფული აქვს და მაგიტომ ჩემს ერთხელ უნდა გარისკო მისტერი ბოქსი. ბიჭო ნახე სამჯერ გავუდი შენ ყველა იყვანე და არც ერთხელ რა გიმართო და ალბათობა. ხო და მოდი ნახე გეტყვი მაინც მისტერი ბოქსის მოიმას ხო უნდა გეტყვი რა ალბათობა. კონფედერაციის თასის მფლობელი ერთი დავში. ახლანდელ კლუბში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი ეხლა სადაც თამაშობს ოღონდ შეიძლება აღარ თამაშობს არა თამაშობს და მისი სახელი ყველას გაუგია ყველას გაუგია ნაწარმოებული ფეხბურთელია რომ ის სახელი ყველას გაუგია. 30 მილიონად მის სახელი ზიეიჩი თუ უფრო 35 მილიონად ჩვენ ზიეიჩი და 30 მილიონად ლუკას რაზდა ზიეიჩი ყველას ლუკას გაუგია. რავად მეგობრებო ზიეიჩი არა ზიეიჩი სახელი ყველას გაუგია რა მიხაზაიჩი. ბიჭო გაუგია რა მაგარი მინიშნება მის სახელი ყველას გაუგია თუ ბრო ჩემი ვინც გაუგია გუნდა იყო. ანუ რეალურად ეხა შენ წვეთ ლუკას გუნდში ვინ იქნება და ასევე შენ გუნდში ვინ იქნება გეტყვი რომ ჩემი აზრით პიკის რაც შეეხება ამ ორ ფეხბურთელს შორის სხვაობა დიდი არის პიკში სხვაობა იყო რა იქში იყო სხვა მეტი ვერაფერს გეტყვით კაი მოიც ვიფიქრებ ვიფიქრე. ცოტა ხანი რომ მქონდეს ვინ მიდი ანდრო შენ ხელში არის ჩვენი ბედი. კაი ესე იგი ხორვატიაში 2022-ში არავინ არ იყო ისეთი მარჯვენა გარემარბი რომელიც მომეწონება მაროკოში თვითონ ზიეში იყოს საფრანგეთში 2022-ში ისეთი ვინ იყო ის 2018-ში არ მოუგია მსოფლიო ეგაა გასარკვევი ყველა ფორმაც აქვს რაღაც დროით შეზღუდული. კი მაგრამ გადაცემას ყავს წამყვანი და ის ჩუმადაა და გისმით ტყვები გადაცემის წაყვას ბევრი სიგიჟე გაუკეთებია გაბროსთვის პრინციპი ბექემი იმით შენი ბექემი გაბროსთვის პრინციპი დაითახლებოდი მაშინ ჯიგარია წამყვანი თავიდან 2018 წლის ხორვატიაში არავინ არ მყავს ისეთი რომ ზიეს მერჩენოს ეხა ხო ვიცი ზიეს ავირჩა შეთა წამოვა მესი ვერ წამოვა კაი ზიეს წამოვა ზიეიჩი სწორი გადაწყვეტილება მიიღე გეტყვი 35 მილიონად ზიეიჩი წავიდა ანდროსთან და ჰალკი 30 მილიონად წავიდა კარგი. ყველას გაუგია ჰალკი ძალიან კარგი. ყველას გაუგია რა ჰალკი ჯობდა პრაიმში თუ ჰაკიმ ზიეში. ზიეიჩი ჰაკიმ ზიეს რა თქმა რა თქმა უნდა არა ჰაკიმი გასა რა თქმა უნდა ჰაკიმი ჰაკიმ ზიეში არა უნდა ხე ცოტა ის შემაგეტრიალა რომ გეფიქრე რომ ჰალკიო მაგრამ ზიეში დაგვეცდა ჰალკი მაგარია. მეგობრებო მადლობა შეიძლება რომ ქერიმოვი კაფსონაში გავცვალო გამწვანე არა
ვერ გაცვლა. ვიცი რომ კერი მოყვა. თუ შეიძლება ყველა ისე ჟღერს. ძალიან უცნაურობა იყო პირველი ამის ხმაშეა. ცაცი. იმიტომ რომ რაღაც არნახული თანხები გადაიხადა ისე ფეხბურთელებში რომლებიც იყო. არ მჭირდება რა. წაადგინე შენი გუნდი ლუკა. კაი, დავიწყოთ. არ მინდა საუკეთესო. მოდი, არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი საუკეთესო. წარმოგიდგენთ და რავი ხალხმა რეკლამის გარეშე რა, დეკლამირების გარეშე. ბიჭო, შენი თავისთვის მიიღე გადაწყვეტილება და მე კაი, ტიბო კურტუა. გავაპირებ რა ჩემს. ტიბო კურტუა. მე მგონია რომ აი კასტელსი ბუფონის ერა რაც დამთავრდა. რატო არ არის საუკეთესო? აუ საუკეთესო. რა? ვინ? ნოიერი კაცო, კასტელსი ბუფონი არ მით კასტელსი. თუ არ გავაგიჟე. რა თქმა არა, ეგ დაგიგრინდა უკვე. ნოიერი ბუფონი უნდა ვთქო, ვიდრე კასტელსი. ან კურტუა. როგორ გავამიტო? ხო, ზოგადად. მე თქო გაიხედავთ რომ დონარუმას ხო არ გულისხმობს სანაცვლად. ფლანგები კარგი მიყავს ესეთი სტრაფი ახალგაზრდული ენერგიული. ტეო ვოკერი. შვენი ხო რა, არ მინდა მართლა ეს კარგი. ახალგაზრდული ძალიან კარგად ჭერს ვოკერთან ისა. ნუ აი ენერგიული ხო არის ორივე. რაიმ ახალგაზრდა იყო. დანიელოში ახალგაზრდა ხო. შუაში ასაკის არის. მარჯვენა შელი და ჩვენ თავისთვის უფრო კარგად ნაცნობია მის თქმით. დაცვის ცენტრი? დამაგოი ვიდა, რომელსაც რუსეთის ნაკრებს გაუდენა გოლი. გახსოვდეთ. და ჰარი მაგუაირი ნაკრებში იდეალურია. იდეალური არ წამდა. მას 4 წელიაში თამაშობს. მე რა. არა, ჩვენ ნაკრებში იდეალურია. 3 წელიაში. ნაკრებში იდეალურია. 3 წელიაში. ნაკრებში. კაი. ტეო ნაუკერი თქვი ვიდა მაგვაიერი, ვამბომელი ყავს საყრდენ ნახევარმცველად. დებრუინი, ათიანი, ნეიმარი, დებრუინი როგორ გავატანე? ჰალკი, როგორ გავატანე? ამ გუნჩი ჩემი აზრით გაიხსნა. და ზენიტში ვარ და სულიყო ჰალკი დიდი ფეხბურთელი იქნება. და ზენიტი არის მინდუსმან. და კეინი და ლუკაკუ წინ. ფულა. ხო, ოლივერ კანი. კაი გუნდი მყავს, მაგრამ აი საუკეთესო თემას არ დავიწყებ რა. გადაწყვეტეს. კარში ოლივერ კანი. მოიცა მწვრთნელებს რო არა, რამე თქვენ ხართ წვნელები. ფულ არ წუს დაფსო. კარში ხო, კარში არ ოლივერ კანი, რა თქმა უნდა ის შეცდომა გულას გვაქვს, მაგრამ შეცდომამდე მან და ბალაკმა მიიყვანეს გერმანია, ქონდა საოცარი მუნდიალი, გახდა საუკეთესო ფეხბურთელი და ამით რა თქმა უნდა ბევრი რამ ნათქვამია. მარჯვენა მცველებში ამ წუთას ორივეს ჯობი ვართ, მე თვითონ ჰაკიმი მყავს. ამ იცი მიყავს მარჯვენა. ვიცი, მაგრამ ამ წუთას მე. ამ წუთას ჯობია. ამ წუთას. ამ წუთას. კარიერის ბოლოს ფექსი არ გამოვიდეს ხო ჰაკიმი უკვე ფეხბურთელი. ხო, აშრაფ ჰაკიმი. იოკიჩი ხო ჩაუთვალეთ იმას რო იოკიჩი შოკერია. ჰაკიმი ჩოკერია. კაი, აშრაფ ჰაკიმი, დიეგო გორდინი, იოშკო გვარდიოლი და ალი იონგ დო. ასეთი გამოვიდა დაცვა. ძალიან მინდოდა მიხაილ ბალაკი, იგივე ლამპარდის რომელიც არ გაშგერებულა საერთოდ, ამიტომ რომ არ უთამაშია, შესაბამისად ნახევარ ფინალი ასე გამოდის, მუნდიალის, ამიტომ არ გაშგერებულა. უესლი სნეიდერი და კლოდ მაკელელი. ნახევარმცველები, ნუ მაკელელი საყდენზე, სნეიდერი, რობენი მალუდა, პაკაშუქური და ტაფსონა. ტაფსონა. ხო, ესე პირველად თამაშის ისტორიაში რო აიჩა. მაგრამ საციები, ნახე, რობენი მალუდა, ტაფსონა. ტაფსონა საცი არ არის, იჩემებს. იჩემებს? სამბი დექსტერია. ანდრო შენ გონდი აი შუაში ხაზი რო ჩამოუსვა ესე რა ბეკარიდან აი ესე და ის სამი არ მყავდეს საერთოდ გადაჩენები ჩამოწვა. ბეკარიანად? ესე ჩემ გუნდში არიან ყველდროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი დანიელოში, ყველდროის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი მარსელო. მარჯვენა მცველიდან ვის დაუწყია გუნდის ჩამოწვა? მეკარი არ მე ვიწყე მარჯვენა მცველიდან. დანიელოში მყავს, მარსელო მყავს, ტიაგო სილო მყავს. კომპანი. დაცვა სასწაული ყავს. კომპანი. აზარი, სუარესი, რონალდუ და ჰაკიმ ზიეში. ესაა ჩემი გუნდი. მუსლერა, კერიმ ოღლუ და თუგაი კერიმ ოღლუ ამას ამბობენ რომ ყავს ისინი გუნდში, თუმცა მე არ ჩავდიფრე ეს ფეხბურთელი. მე ყავს ყველდროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრისტიანო რონალდუ, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, მარჯვენა მცველი, ედენ აზარი პრაიმში, რასაკეთებდა ყველამ კარგად იცით, ლუის სუარესი ვინ არის ყველა კარგად იცის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს თუგაის და იმას ყველა აკნინებ. რომ არა ბრაზილია შეიძლება თამაშობს სოფლიო მოიგო. ისინი თამაშობენ სოფლიო ჩემპიონატში. აი პოინტია ხოლმე. შეიძლება რომ არა საფრანგეთი დამოგევიდა ჩემპიონი იქნება და ფინალში. რა თქმა უნდა. რა ხალხმა ითამაშა. და არ იმას გავიგოდი რომ რუსეთს გაუტანა გოლი. სოფლიო ჩემპიონი. ტასონა ახლოსეს არ ყოფილა სოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. რას მელაპარაკი? შესაბამისად, მოიცა მესის სოფლიო არ ტასონას. მაგრამ მესის სოფლიო არ გამოუძახებია. კაცო სკამზე იყო იგივე გამოვიდა. არა თამაშა უბრალოდ. ტასოს დიდი როლი ქონდა. მეგობრებო, მადლობა. სამ რამეზე მწყდება გოლი უბრალოდ. აი კევინი რომ ამას დაუთმე. ლუკასაც გოლი წდება, მაგაზე რო არ წაერთო. აზარი ამას რო გავატანე და კევინიც მაგაზე გოლი წდება, აზარი არ მოგწევს. მე გოლი წდება, მე ზარ გავიგოთ.
და იმაზე მწვენა გული რომ აი ესე მიყვარს აუქციონი და ესე განიავდა ჩემი დღე. ლუკას რა თქმა უნდა საუკეთესო გული ყავს პირველად გეუბნებით რაღაცების ისტორიაში რომ მე საუკეთესო გული არ ყავს. ლუკას დაცვა იცი ხო რაც არის ეს? მე რა. რა დაცვა ყავს ვიდა და ისე ხო? ხო, მაგრამ ადამიანები არიან ისე. ევ მაგვაიერი ესეც არიან. არ ევ მაგვაიერი და ვოკერი არ არის. ბიჭო, შეხედე. თუ გაიქერემო მაგარი ფეხბურთელი იყო. ჰაკიმი და ისე ძირბენენ ფლანგებზე. რო უკვე ძარბაწყე. შეხო წინაზე პრემიერ ლიგაში აი, მაგრამ ამათ ხალხის ლიგა ძებრუენი და ისინი და მე ყავს კერიმ. მალუდა. მაკელელი ყავს. მაკელელი კერიმ. ბაშტოკი არის ეს. არა, მართლა კაი იყო. არ მეც მაგას ვამბობ. კერიმ მოხუს თამაში. ევ მაგვაიერი არ არის ცუდი და. მაკელელი სოფლიოზე ითამაშა. მომბესდით. მადლობა. მე ჩემი თავი მომბესდა. საშინელება. კატასტროფა. მუსლერა, კერიმოვი ბაშტოკი. სამ სტაფსონერ შევში კაი ვარიანტი. ფოფ ხარ მოსულა? შტაბსონა კაი ვარიანტი იცი რატო არის?